ორიოდე სიტყვით შევეხოთ ისტორიკოსის მსოფლმხედველობასაც, ერთი უკვე ვიცით, რომ ის მეფის დასელია და მომხრეა სამეფო პოლიტიკის, მეორე მიზნად დაუსახავს ოპოზიციონერთა არსებობის ფაქტის არა მიჩქმალვა, არამედ მათი არგუმენტების ვთქვათ გაუნებელყოფა საკუთარი არგუმენტებით, ანუ კონტრარგუმენტებით და ერთ-ერთ მათგანზე ყივჩაღებთან და ჯარისკაცთან დაკავშირებით ჩვენ მოკლედ უკვე ვისაუბრეთ. მესამე კიდევ რა უნდა ვთქვათ, ანუ როგორ წარმოუდგენია მას ისტორიული პროცესი. ამ შემთხვევაში ისტორიკოსი სამ საწყის აფუძნებს ისტორიის მსვლელობას. პირველი ისტორიული მოვლენა მისი აზრით შეიძლება იყოს განპირობებული ღვთისნებით, ღვთის მოქმედებით, ღვთის სურვილით, ანუ ზეგარდნო ღვთისგან მოვლინებული. ეს მისი სიტყვებია და ბევრად ჯობია იმ სიტყვებს, ვინმე მე ახლა ვიხმარე, ანუ ზოგიერთი მოვლენა შეიძლება იყოს ზეგარდნო ღვთისგან მოვლინებული და როგორი რის გამო მოვლინებული, მაგალითად ცოდვათა ჩვენთათვის. ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ჩვენ გვახსენდება უკვე ის ტერმინი, რაზეც წინა ლექციებში ვსაუბრობდით და რასაც პროვიდენციალიზმი ქვია, თუმცა ამ შემთხვევაში დავითის ისტორიკოსის ისტორიკოსად მიიჩნევა მაინც არაფრით არ ხერხდება, რადგან ეს არ არის ერთადერთი საფუძველი ისტორიის მსვლელობისა. ეს მხოლოდ ერთი მხარეა, იმიტომ რომ ზოგჯერ ისტორიულ მოვლენას სრულიად ბუნებრივი შინაგანი მიზეზები განაპირობებს და მას კანონზომიერებითი, შინაგანად კანონზომიერი ხასიათი აქვს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მოვლენა შემთხვევითობიდან გამომდინარეობს, ანუ შემთხვევითობა შეიძლება გახდეს მისი აღმოცენების, მისი ვთქვათ, განხორციელების გარკვეული მიზეზის. თუმცა არ ვიცი ზუსტად რომელიც უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს, ალბათ შემთხვევას გააჩნია. დავითის ისტორიაში ცოდვათა ჩვენთათვის მოვლინებული ღვთისგან მოვლენა ძალიან ცოტა თუ იქნებოდა პირიქით, თუ საუბარი არის აქ ისტორიულ მოვლენებზე, რომელიც ღვთისგან შეიძლება იყოს განსაზღვრული, უფრო მეტად არის წყალობა, ვინმე მრავალ გამარჯვებაში გამოვლენილი, ვინმე რაღაცნაირი რისხვა, მაგრამ თავისთავად უნდა ვაღიაროთ, რომ არც ამ საწყის ისტორიის განვითარებისა ისტორიკოსი უარყოფს, მაგრამ ვიმეორებ, ასევე დიდწილად წარმოდგენილი აქვს აუცილებლობა, როგორც შინაგანად კანონზომიერად გამოწვეული პროცესი ამ ფაქტის მიზეზებზე როცა საუბრობს და ვიმეორებ, რომ ისევ და ისევ შემთხვევითობასაც აქცევს ყურადღებას. სავსებით სწორია ეს პოზიცია, ყოველ შემთხვევაში ისტორიულ მოვლენებს ძირითადად შინაგანი ბუნებრივი მიზეზები განაპირობებენ, თუმცა არც შემთხვევითობის როლის გამორიცხვაც ჩვენ არ შეგვიძლია. იმ დროს რო ყოფილიყავით, იმ დროს რო გვეცხოვრა, ისე რო გვიაზროვნა, როგორც იმ პერიოდში აზროვნებდნენ, ალბათ რა თქმა უნდა, სავსებით სწორად მივიჩნევდით ისტორიკოსის განმარტებას ზეგარდნო ღვთისგან მოვლინებულის შესახებ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ახლა 21 საუკუნის მიდგომებით განვიხილავთ წარსულს. ეს თქვათ სწორი არ არის. იმ ეპოქის სულს თუ არ იცნობ, იმ ეპოქის იდეას მსოფლმხედველობას გაბატონებულს თუ არ იცნობ, ძალიან ძნელია ობიექტური შემფასებელი იყო შენ ისტორიკოსის. მაშინ ეს იყო აზრი გავრცელებული, მაშინ ეს იყო ძირითადი დოგმატი აზროვნებისა, ამიტომ ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს თუ თქვათ ზოგიერთი შეხედულება ჩვენსაც სცილდება. პირიქით უნდა ვეცადოთ, რომ ამოვიდეთ იმ დროის შეხედულებებიდან, რა დროზეც ჩვენ საუბარი გვაქვს ხოლმე. მეორე, თუმცა ამაზე უკვე ჩვენ გქონდა ერთ-ერთ წინა ლექციაზე საუბარი, ანუ ისტორიის მსვლელობის განმაპირობებელ ფაქტორებზე და კიდევ ახლა ძალიან მოკლედ განვიხილოთ, იმიტომ რომ დროს ვეღარ დაუთმევთ, მაშინ ასე მეფე რაუდენ გენიოსიც არ უნდა იყოს, თუ ერი მზად არ არის ზიდოს მისი იდეები, შედეგი თვალსაჩინო არ იქნება. გახსოვთ ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, თუმცა ეს თავისთავად პროგრესულია, თავისთავად მნიშვნელოვანია იმ დროს, რომ სცილდება თავისი პროგრესულობით და სიღრმით ისეთი დებულებაა და ესა კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით მინდა აღვნიშნო. სხვა გამონათქვამებთან დაკავშირებით კიდევ გავიხსენებ, ვთქვათ, რომ
ისტორიკოსის აზრით შედეგს ხალხის თანადგომასთან ერთად მეფისადმი განაპირობებს ეპოქის თავისებურება, რომელიც შეიძლება მეფეს დიდ ფართე ასპარეს აძლევდეს, ან შეიძლება სულაც უზღუდავდეს მას ასეთ ასპარეს. აი ამ მაგალითად მოყავს ალექსანდრე მაკედონელი, როცა დავით აღმაშენებელს ადარებს, არაფრით არ იყო დიდი ალექსანდრე მაკედონელი. არაფრით არ იყო უფრო ძლიერი, უფრო დიდი სტრატეგი, უფრო დიდი მართველი ვინმე დავითი, ესეთია დავითის ისტორიკოსის პოზიცია, მაგრამ მას სხვა დრო შეხვდა დრო, რომელმაც ალექსანდრეს უფრო მეტი შეაძლებინა, მაგალითად დაეპყრო მთელი აღმოსავლეთი, მთელი აღმოსავლეთი არ დაუპყრო, მაგრამ სპარსეთი, წინა აზია, შუა მდინარეთი, თვით ეგვიპტეც კი, ასე რომ ხოლო დავითმა ეს ვერ შეძლო. ასეთი აშკარა, ასეთი თვალსაჩინო არ არის მისი საგარეო პოლიტიკა, რატომ? იმიტომ რომ ამის საშუალებას მას არ აძლევდა ის ეპოქა, რომელშიც ცხოვრობდა. მეორე მხრივ ჩვენ კიდევ სხვანაირადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულ საშუალებას ნამდვილად აძლევდა დავითს ეპოქა, ყოფილიყო დიდი მეფე და წარმატებით დაეძლია ქვეყნის შიგნით თუ გარედან მომდინარე პრობლემები. ასეთი ფაქტი ჩვენ მხედველობაში გვაქვს, მაგალითად ის, რომ დავითის დროს თურქ-სელჩუკთა სამყარო კი არ ძლიერდება, არამედ სუსტდება და იშლება. ჯვაროსნული ლაშქრობები, რა თქმა უნდა, სწორედაც რომ კარგ პირობას ქმნის თურქებთან გადამწყვეტი გამარჯვების მისაღწევად და ასე შემდეგ. ანუ ამ შემთხვევაში ისტორიკოსი მართალია, როდესაც წერს, რომ გარემო პირობები ხელს უწყობს დიდ წარმატებას ან ხელს უშლის. თლად იმაში ვერ დავეთანხმებით, რომ დავითის ეპოქას ხელს არ უწყობდა საგარეო ვითარება, რომელიც ჩვენს რეგიონში შეიქმნა, ან მეზობლად შეიქმნა ზოგადად. ეს ჩემგან ნათქვამი სულაც არ მინდა ისე მიიღო, თითქოს არა დავითის რეფორმებს და ღონისძიებებს უკავშირებ მე ამ წარმატებას, არამედ გარე ფაქტორს, არა, გარე ფაქტორი ყოველთვის არსებობს ბევრჯერ ხელშემწყობით, მაგრამ მისი გამოყენება არის დიდი ნიჭი და პოლიტიკა, რაც დავით აღმაშენებელმა შეძლო კიდეც. თუმცა როცა ალექსანდრე მაკედონელს ადარებს დავით აღმაშენებელს, მარტო ეპოქაზე არ საუბრობს, საკუთარ თავზეც საუბრობს, როდესაც წერს, რომ ალექსანდრე მაკედონელი ესეთი დიდი კიდე იმიტომ გახდა, რომ მას ყავდა ბევრად უფრო დასუსტებული მოწინააღმდეგე ძალა, ვინმე თქვათ დავითს შეხვდა ერთი, მეორე მას ყავდა უფრო დიდი და ერთგული მოსახლეობა, ვინმე დავითს, იმიტომ რომ დავითმა მთელი თავისი მეფობა საკუთარ შიდა მოწინააღმდეგეებს შეალია და კიდევ იმის თქმაც მინდა, რომ ალექსანდრე მაკედონელის გამარჯვება დიდწილად განპირობებული იყო მისი თქვათ სახელმწიფოს ეპოქის თავისებურებებზე, რაც თქვათ შეუძლებელი იყო, გამოვლენილი იყო იმ ეპოქაში, როცა დავით აღმაშენებელი თქვათ მეფობდა. თუმცა ეს საკითხები უფრო ისტორიულია, მე მესმის ცოტა გადაუხვი ახლა ძირითადი აზრიდან, ამიტომ ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს თემას. მოკლედ სრულიად გასაგებია, რაც გულისხმობს დავითის ისტორიკოსი ეპოქის თავისებურებებში და მის მნიშვნელობაში. ძალიან საინტერესოა, რომ დავითის ისტორიკოსი კრიტიკულიც არის და საკმაოდ მწვავედ კრიტიკულიც ქართული საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა, არ უარყოფს ქართული ხალხის ღირსებას, მის თავდადებას ბრძოლებში, მაგრამ ნაკლოვან მხარეებზეც სრულიად დაუფარავად ამახვილებს ყურადღებას. აი მაგალითად მისი სიტყვებია: ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს, რამე თუ რაჟამს გამდიდრდნენ, განსუხდნენ, მშვიდობა პოვონ და განსვენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა. ძალიან ძნელად თუ ვიპოვით ასეთ მკვეთრ მყიფე შეფასებას ქართული ხალხისა, უпроსტად ზოგიერთი იმ თვისებისა, რაც ალბათ მართლაც ახასიათებდა
ქართული საზოგადოების ნაწილს და ვინ იცის სამწუხაროდ ეგებ დღესაც საკმაოდ ჭარბად მოგვიგონებს და გვახასიათებს შვიდი ცხოვრება გარკვეულწილად აღიქმება როგორც მოშვების საფუძველი რბილად რომ ვთქვათ. ასევე კრიტიკულია ისტორიკოსი სასულიერო წრეების მიმართაც ერთი თქვით რომ ის გულახდილად საუბრობს რომ ქართულ ეკლესიაში ბევრი უღირსი იყო რუის ურბნისის კრებამდე მეორე აი როცა ეხება ის სომხურ ქართული ეკლესიის პაექრობის საკითხს ანუ დავას მონოფიზიტური და დიოფიზიტური ამ მიმართულების ჭეშმარიტების შესახებ ამ შემთხვევაში აკრიტიკებს არა მარტო სომეხ სამღვდელოებას მონოფიზიტურ სამღვდელოებას არამედ ქართულსაც და ესეთი სიტყვები შეგვიძლია მოვიყვანოთ იყო ორ კერძოვე ანუ ორივე მხრიდან ძლევისა მოყვარება მხოლოდ და ცუდ სიტყვა პაექრობა ნაცვლად გამოსავლის ძიებისაო. ესეც რა თქმა უნდა ავტორის ისტორიკოსის ობიექტივისტური ტენდენციის მაჩვენებელია. თვითონ ორიოდე სიტყვა წერის სტილზე და მეთოდებზე აღიარებულია რომ დავითის ისტორიკოსის ეს თხზულება არის არა მარტო დიდი ისტორიული ნაწარმოები, არამედ როგორც ერთ-ერთი ღირებული და ძვირფასი ლიტერატურული ძეგლი, აქ ხაზი ესმება ასეთ შეფასების დროს ავტორის სტილს, მის რიტორულ სტილს, ამავე დროს სადა სტილს, როგორ შეგვიძლია შევათავსოთ ორივე ერთმანეთთან ძალიან კარგად, როცა წავიკითხავთ დავითის ისტორიკოს. თუ წავიკითხავთ დავითის ისტორიკოს, აქ საუბარი არის რა თქმა უნდა არა სოფლურითა და მდაბიოთი ენითა, არა ლიტონითა სტილითა, როგორც მიუღებელ სტილად ითვლებოდა ქართულ მწერალთაგან, არამედ მაღალი სტილით, ოღონდ არ არის რთული წინადადებები, არ არის ხოტბითი, შესხმითი სტილი, არის რეალისტური ასახვა და გასაგები ესეთი ცოცხალი სტილით გადმოცემა იმ ამბებისა, რასაც ისტორიკოსი აღწერს. თვითონ ავტორი ამბობს, რომ არ უნდა დამახინჯებულიყო მაღალი სტილის გამოდევნებით ნაწარმოების შინაარსი და არც ამახინჯებს, ასევე თხრობა არ უნდა ყოფილიყო გაზვიადებული ფაქტებს ყველაზე ჰეროიკულსაც კი არ უნდა დაეკარგათ ბუნებრიობა, ეს არის ის მოთხოვნა, რასაც დავითის ისტორიკოსი აყენებს და ასრულებს კიდეც, თხრობის გეგმიურობა არის აქ, ანუ ვერცად ვერ ნახავთ ისეთ გადახვევას თხრობის ძირითადი სტილიდან, რომ კაც აზრი გაუწყდეს, მკითხველს დაავიწყდეს თუ რატომ დადგა განსახილველად ესა თუ ის საკითხი, არის წიაღსვლები, ანუ პირდაპირ სტილიდან ოდნავ გადახვევა, გაქცევა თითქოს, ოღონდ არა იმიტომ, რომ საკითხს გადაუხვია ისტორიკოსმა, არამედ იმიტომ, რომ ახალი საინტერესო თემა შემოიტანოს იმ ძირითადის განსამტკიცებლად, ძირითადის ხაზგასასმელად, რაც გეგმითვე არის განსაზღვრული. ანუ არსებობს გეგმა და ამ გეგმას ზედმიწევნით იცავს ჩვენი ისტორიკოსი. მრავლისაგან მცირედის თქმა, ესეც მე მგონი გასაგები ერთ-ერთი მეთოდიკური პრინციპი წერისა და შედარებითი მეთოდის გამოყენება, როდესაც დავით აღმაშენებელს და მის მეფობას უდარებს სხვა ცნობილ მეფეებს, მათ შორის ანტიკური ისტორიიდან. აი ის, რაც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსზე ჩვენ ასე მოკლედ შეგვეძლო გვეთქვა.